ქვემო ქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გასულ კვირას ტაქსი მაქსის გათამაშება გაიმართა. აღნიშნული ტაქსების სერვისის წარმომადგენლებმა ერთგულ აბონენტებს ფულადი და არამხოლოდ ფულადი პრიზები შესთავაზეს. ვინ აღმოჩნდნენ ის იღბლიანები, რომლებიც ტაქსი მაქსის გათამაშების პრიზიორები გახდნენ და კიდევ როდის მიეცემათ გათამაშებაში მონაწილეობის შანსი, რუსთაველებს ამას თამთა ცირამუას მიერ მომზადებული სიუჟეტიდან შეიტყობთ. თქვენ ხართ დღევანდელი საღამოს თავარი გმირი, თქვენ მოიგეთ თავარი პირი პრიზი 2 კაციანი საგზური დუბაის მიმართულებით. როგორი ამბავი გითხარით? ვაიმე, დიდი მადლობა. ვერ გავიგეთ თქვენი მადლობა, მე კარგად არ მესმის. მე რაშვაში ვარ, დიდი მადლობა ტაქსი მაქს. გათამაშებიდან რამდენიმე დღეში ტაქსი მაქსის ოფისის ხელმძღვანელი და გათამაშების წამყვანი ქავთარაძეების ოჯახში პირადად მივიდნენ. თამარ ქავთარაძე მეუღლესთან ერთად 700-მდე შერჩეულ მოქალაქეში ის ერთადერთი იღბლიანი აღმოჩნდა, რომელმაც გათამაშების მთავარი პრიზი მოიგო. 7 ივნის ქვემო ქართლის ტელეკომპანიის პირდაპირ ეთერში გამართული გათამაშების მეშვეობით წელს ახალგაზრდა წყვილი დუბაიში დაისვენებს. სრულად შემთხვევით მგზავრობდით ტაქსი მაქსის ტაქსით და ერთ-ერთმა მძღოლმა შემომთავაზა, რომ არის გათამაშება და მიიღე მონაწილეობა და რეგისტრაცია გაიარება და გავიარე რეგისტრაცია და ასე მოვხდი ამ გათამაშებაში. მითხრეს, რომ ქულებს დააგროვებთ და მიიღებთ ბილეთებს. მე გავხდი დუბაის საგზურის ფლობელი 2 კაციანის და ძალიან აღთუანებულია ჩემი ოჯახიც, ძალიან ბედნიერები ვართ ყველანი. კიდევ ერთი იღბლიანი, რომელსაც მოგებული პრიზი გათამაშების წარმომადგენლებმა პირადად გადასცეს, ჭიტაძეების ოჯახი აღმოჩნდა. როგორც გამარჯვებული ამბობს, გათამაშებაში მონაწილეობის მიღება და პრიზის მოგებაც მისთვის პირველი და მოულოდნელი შემთხვევა იყო. ტელეფონმა დარეკა, მითხრეს, რომ ტაქსი მაქსიდან იყვნენ. გამიხარდა, გამოვიდი ეგრევე ჩავთე ტელევიზორი და მითხრეს, რომ გავხდი მოგებული და მოვიდა 50 ლარი. ბევრჯერ მისარგებლია ამ ტაქსით. იმისთვის, რომ მოქალაქე აღნიშნული გათამაშების იღბლიანი მოთამაშე აღმოჩნდეს, თავდაპირველად ტაქსი მაქსის ელექტრონულ ვებგვერდზე უნდა დარეგისტრირდეს. შემდეგ კი ქალაქში და არამხოლოდ ქალაქში გადასაადგილებლად სწორედ ტაქსი მაქსის სერვისით ისარგებლოს. აგვისტოს ბოლოს, როდესაც გაიმართება ტაქსი მაქსის კიდევ ერთი გათამაშება, სადაც უკვე შეპირებული ბათუმის საგზურები, მინდა ვთქვა, არა ერთი, არამედ რამოდენიმე საგზური გათამაშდება. იმისა, რომ ტაქსი მაქსით ყველაზე იაფად, ყველაზე სწრაფად და ყველაზე დაბალი ტარიფებით რაც თავარია და აუცილებლად თუ დუბაიში არა ბათუმში აუცილებლად წავლენ, მე ამის იმედი მაქვს. ტაქსი მაქსი რუსთაველებს სასურველი პრიზების მოგების შანსს კიდევ არაერთხელ მისცემს. უახლოეს მომავალში კი გათამაშება გამარჯვებულებს აგვისტოს თვეში გამოავლენ.